საპარლამენტო გამოძიება მიმდინარეობს და დაადგინეს, რომ დედა ესრა მომختარა 2008 წელში. ომი ყოფილა თურმე. და ვიღაცები დამნაშავეები გამოვლენას ცდილობენ თურმე. 2022-ში და 2023-ში ომში ჩართვას რო ცდილობდა გარკვეული ძალები. ამ საქმეს რა ეშველება? არ ჭირდება გამოძიება. თუ მანდ ოცნებას გარეულია და პასუხი იქნება გასაცემი კითხვაზე. ეს უკრაინის დროშები რო ქონა დაფარებული ოცნების დეპუტატებს და აქტივისტებს, ძირითადად დეპუტატებს და მთავრობის წარმომადგენლებს, რიგით ადამიანებთან არ მაქვს პრობლემა. რა დიაგნოზი აქვთ მაგათ? პოლიტიკური იდიოტობა თუ მიზანმიმართული არამზადობა, ფულზე გაყიდული არამზადობა. რომელი დიაგნოზი უფრო იქნება? ამიტომ მაგ საქმეს არ უნდა შევეხოთ, ხო, ოცნება. თქვენ არ შეეხებით, მაგრამ მალე დადგება ის დრო, ეროვნული სულის ადამიანები საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ბუროტმოქმედებებისათვის პასუხს მოგთხოვენ. ზუსტად ეგრე, როგორც თქვენ ახლად გამთ, ოღონდ თქვენ სპექტაკლებს დგამთ, ხოლო ქართველი ხალხი მართლა მოგთხოვთ მთელი სულით და გულით. მალე იქნება ეს. თქვენ უბრალოდ დაელოდეთ.